მსმენელები არიან. მესამედ მადლობ უფალს ამ დღისთვის. დღეს ჩვენთან არიან ჩვენი საამაყო ქართველები. თქვენი ჭირიმე გენაცვალეთ. ჩვენი ზენი ვართ, რომელმაც ქართულ ენას ძეგლი დაუდგა. ჩვენი ზენი ვართ, რომლის ანბანის გაშიფრისას უფლის სადიდებელ სავედრებელი იკითხება. ჩვენ ერი ვართ, რომლის ენა დამარხულ არის და როგორც ლაზარე აღსდგება და მოხდება ამენით განკითხვა სრულიად მსოფლიოსი და სამყაროსი. ქალბატონები და ბატონები, მთელი კვირის განმავლობაში რაიონში მიმდინარეობდა კვირეული, რომელიც მიეძღვნა ქართული ენის დაცვის დღეს. ზოგადად განამანთრებულ სკოლებში ჩატარდა შემოქმედებითი კონფერენციები, სადაც მოსწავლეები მუშაობდნენ გარკვეულ თემაზე, რომელიც რა თქმა უნდა ქართულ ენას ეძღვნებოდა. შიდა კონკურსის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებულები, რომლებსაც დღეს საზეიმო ვითარებაში სტუდია გუთანის შემოქმედებითი ჯგუფი დააჯილდოეს. რატომ ეს ძალიან პრესტიჟული ამბავშების ძალიან მყავს, რომ ეს სიხარული მათ არ მოაქვს. და მიზეზი სასიამოვნო ინფორმაცია მოგაწოდოთ. როგორც თქვენთვის ცნობილია, გასულ კვირას ჩვენმა უწმინდესმა პატრიარქმა ზუსტად ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იქადაგა და ყველა ქართველს მოუწოდა ქართული ენის დაცვისაკენ. და სწორედ პატრიარქის ამ კურთხევის შემდეგ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გასულ დღეებში ქართულ ენას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო. ერთი რაღაც მინდა დავამატო, ოდიშ მოგიხდით. აი, იმდენი გენაცვალე იყო დღეს ამ დარბაზში, რომ მე მგონი ჩვენი ცხოვრების ხერხემალი ეს არის. გაიხარე, გამახარე. ღმერთმა გაგახაროთ და დაგლოცოთ კარგად.